1 2 აი დღევანდელ გადაცემაში ბევრი სპონსორობა იქნება, ასე რომ მადლობა აჩი აი სალამი ძმებო, მოგესალმებით. სალამი ძმებო. მე სალამი, ანუ ესენი ალექსანდრეს ითხოვდით და ჭამაზე მოვიდა ძმა. დღეს ნორმალური საჭმელი იქნება, კარგახანია ბურგერი არ გვიჭამია რა. დღეს რა არის? ბურგერი. ლელა წურწუმიას ბიჭი ხარ, ხალია მოგივიდა ტუჩზე. რა ხალია მოვიდა? რა გელი? ინა. ჩვეულებრივი ბურგერი არ იქნება, ახლა. იქნება შავი ანგუსის ბურგერი. არ მინდა. შავი ანგუსის ბურგერი, რატო გინდა? არ მინდა. დავე წადი მაშინ. ხან ბულგარი არის გზაში გამოვიძახეთ და დავამტყით, მანამდე იქნება რენდოთე. მოდი ჰა ძმა რა. მოვალ სანამ მივიდიო. ბინაზე ექიოს. ბინაზე $100 fake money. ეს არის fake money, მაგრამ ბინის გათამაშება არ არის fake. ჩვენ და სამშენებლო კომპანია და ლოგო ალფა სახლმა გადავწყვიტეთ აი ესე ვიჯექით ვისვენებდით ერთ დღეს პლეერზე ვიყავით და სიმინდი ვიყიდე 2 წელი და რო დაიწყეს ჭამა ერთი სახლი ხوار გაგვეთამაშებინა თქო რა და ამით სახლი უნდა ვიყიდოთ წინა დადებიდან 2000 გამომწერი მოგვემატა ოპა 300,000 გამომწერზე დაიწყება ვიდეოების დადება სადაც იქნება ვერ გეტყვით რა იქნება ვიცი რა იქნება იმიტომ აბსოლუტურად ყველას გეკნება მხოლოდ ის ადამიანები მოიგებენ ვინც გულის ყურით და ყურებს ვიდეოს ეს ფაქტობრივად ბინა მოგეცით აი ხა მოძრაობით აშიკომით ხარაფერი გააკეთო მაგრამ ამითი ბინა გაჩუქეთ ჩათვალე გულის ყურით უყურებს ვიდეოებს ვაგირებ თუ რა გადალაკებენ მაგრამ გამოვაცხადებთ რა დროს ნოყუროთ გულის ყურით 300,000 გამომწერს ამდენ ლაპარაკს ამ ბინას გაჩვენებთ ხა რომელიც თამაშდება ესე გავაკეთოთ აჩიკოზე მართლა სახლი თამაშდება ეხლა თქვენ რა გონიათ აქ მოვიდით პროსტა სხვის სახლში დავდექით და ეხლა ვითომ ამას ვთამაშებთ არა ეს არის ალფა სახლი რა რომელმაც ჩვენთან კოლაბორაციით გადაწყვიტა რომ გაათამაშოს ბინა სადა ვართ ძალიან მარტივია ალფა სახლის ხაუბანი პეტრეივერის 13 მე 14 სართულზე არა 21 სართულზე ხედია იდეალური რა 54 კვადრატული მეტრი ეს არის მწვანეზე მეტი ანუ ნარინჯის ფერი კარკასი ბინა ჩაგვარდებათ სანტექნიკით მოჭიმული იატაკით და მე თქვენ მძგინათ ის მოჭიმეთ აბსოლუტურად ყველანაირი კომუნიკაცია არის დაგსერილი ეხა ავიდეთ გაჩვენებთ იდენტურ ბინას როგორი იქნება პრაიმ ჰაუსივით გავაკეთოთ საჩიკო რა როგორც შედიან ვიწროთ რომ შედიან ესე როგორ მოგიწონა ბინა გამარჯობა შენ ბინაში ვარ ეხა აი ბინაში რომელსაც მოიგებ სანამ subscribe-ს არ დააწვევი მანამდე არანაირი შანსი არ გაქვს დააჭირე ეხა subscribe-ს და ეს შენი ბინაა ნახე რამხელა მისაღები გაქვს აქ სამზარეულო ჩადგება აქ დივანს დადებ აქ ტელევიზორს დაკიდებ ამ მოგივა ყელში სახში ჯდომა აივანზე გახვალ თუმცა ეს დაბალ სართულზე ვიღებთ 21 სართულზე ბევრად კარგი ხედია დაიძინე იმიტომ რომ საძინებელი ცალკე გაქვს ეს ხო სტუდიო არ არის ჩვენი სპონსორი არ არის კაპაროლი დენჩკიტები მოყანილია გათბობა ჩაყრილია იატაკი იდეაში მოჭიმული იქნება ცუდი რამე ჭამე რა პრობლემაა ძმაო მიდი დაბრძანდი ეს ტუალეტია ჩაჯექი აბა როგორია ხო მაგარია 54 კვადრატი ბინა თამაშდება YouTube-ზე პირველად საქართველოში საეჭო კაცის სახზე გამოიწერე და არ გამოგჩეს ვიდეოები ეხლა ვიმყოფებით ალფა სახლში რომელიც მოიცავს სკოლა გექნება აქვე 2 საბავშვო ბაღი გექნება ძაღლებისთვის სივრცე გექნება უდიდესი გამწვანებული ტერიტორია გექნება სადაც ჩახვალ და დაისვენებ სულიერად სამსახურის მერე კიდე რა გინდა ძმაო მეზობლები კაი თბილისი კაია აბა შენიცი ხა გამოიწერე არხი და დაელოდე ვერ გეტყვი რას დაელოდე იმიტომ რომ გაიგებ შენ თვითონ შანსი აქვს ყველას
არანაირი ახლობლობა, არანაირი ბიძაშვილები, არანაირი ცნობილი სახეები. მოიგებს მხოლოდ მაყურებელი. მე არა არის კატეგორია, ვინც ბინას გაათამაშებს. მოდი ახლა ინფლუენსერები შევკრიბოთ, ჰაიპია მკიდია. მოიგოს იმან, ვინც მთელი ცხოვრება უნდა ეშრომა, რომ ბინა ეყიდა. მე ეგრე მირჩევნია. დაელოდე. მოკლედ, არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ ბინის მოგებას. პროცესი გამჭვირვალეა, ყველაფერს თვალსადევნებთ. ალექსანდრე მოდუსის კამპანიაში რო იყო, მაგაზე მოგიყევი, აბა როგორ მოეწონაო. ალექსანდრე მაგახოძე არის. ეხლა მოდუსის რეკლამა კი გამოდის, მაგრამ ნუ არა უშავს. ფოტოები გადაუღეს, ეს არის ფოტო რა. უამაზესი გამოვიდა მაგრამ ესე და ესე. მანქანაზე და მე მინდა გავხდე მრბოლელი ეწერა. მაგრამ ეხლა კიდე ზუმერმა დაურეკა სკუტერზე. ხო? ზუმერიც ელექტროსკუტერი მაგრა გაუსწორ და ელექტროსკუტერი. ზუმერმაც ამ მომენტში ჩავუგდებ მე ზუმერს იქნებ რამეში. კიდე იქნებ რამე წამოვიყოთ. რა? 1000 დოლარი. 1000 დოლარი. ესე დგას, ბიჭო, უკვე ის არის. კომპანიაში რომ მიდის, უკვე მეუბნეო რომ მამა, ხო წავიღოთ, ანუ რატომაც გონია რომ მაღაზიაში რო ხო, აი უგნის მაღაზიაში შევა, კოაკოლებს გამოიტეს ნაკლებს იქ ასეულო ბარტერი. 60 წელს ხალი არის, ვერ იქნება რა ბარტერი. ფოს გაქეს კი არის ხო? ბარტერი და სელფი იღებს ამ ხალთან, ამას დავდექ მე. არა, შეჭა. იმას მეუბნე, მამა ეს ფოტო დადეო საეჭო კაცეო და ვერ ნახე და ვიღაც ხალთან და თარი ბებოსთან გადაღული კოაკოლები უდევს. რა მაღაზია, აბა? რა? იმ მაღაზიას რა თქვია ჩვენთან რომაი? ცივცივი. ცივცივი მაღაზიაში აბარტერებს ხომ რაღაცებს. იზია რა, შვილო, ფული უნდა გადაიხადო, გაიგე? მართლა გეუბნე. ბინის გათამაშების ამბავი ხალხს ნამდვილი არ გონია, როგორ დავარწმუნოთ რომ მართალიაო. მართლა თამაშობ მართლა. რა თქვა? აღარა მოიღო მოვიტანს. რა თქვა? მოდი, საჭმელი მოდი. რა თქვა? ვერ გავიგე. არ დაგვა, აუ რამდენი ყოლა. შეჭა. არ გვარეკლამს, არ გვასპონსორებს, ნუ გვასპონსორებს. მართლა შეჭა. რამე კომპანია რა გახდა სოკისა ბიჭო. გაზა, ახულის ლიმონადი, იცი როგორ მიყვარს მაგის დედავატირე. მამა ჩვენ ეს ხო, მაგიტომ გითხარი, ძალიან ბევრია. ტრუპები ნახე. იცი, წრუპები არა, საწრუპები, წრუპი რა არის? წრუპი რა მაგარი სახელია, მა. მოიცა ალექსანდრეს ხوارე ფარი. ობიექტს ქვია ნეო ბურგერ ბარი. ეგ ბანძე, ეგ მაღაზია. რა ბანძე, გაანებე. ეს ჩემი. გაანებე თუ ბანძე. გადაყრი ერთი წუთი ამოვალადე. ეს ჩემი. ალექსანდრე, ნუჭამ შენი. ანუ ფრიგონია ამ ვეგებს. კრევეთს უბერავს. ანუ დიდრების საბურგერია? ფასით არა. ფასით არა? ხარისხით კი. აი ხა გავხსნი და გეტყვი ფასებს რა. შავი ანგუსის ხორცი, შავი ანგუსის ბურგერია. პური არის კარტოფილის ბანი, ანუ ცომით არის გაკეთებული. კარტოფილით არის ბანი გაკეთებული. მოგეწონა მამა? კრევეტია იგი, ციკათამი არ არის. და ბოსტნეული არის პირადი სათბური. ანუ რა გიყვარს ცხოვრებაში არ გიჭამია, ბიჭო. გაიგე? ბოსტნეული არის პირადი სათბური. შეეწყო კრევეტი რო კაი არის, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ უჭამია მართლა. რის გემოზე ჭამ? ერთი წუთი დაიცადე, ბიჭო. სწორია. აუ. კაი, კრევეტებით დავიწყოთ. როგორ ჭამა მე? საკუთარი სათბურის ბოსტნეულია, შავი ანგუსის კოაკოლა და ცომი არ არის. პური ცომით არ კეთდება. კარტოფილის პურს აკეთებენ კარტოფილისგან, რა და ეგ დამაინტერესა. თუ კარტოფილში დევს ხა? აუ გაძღა ესა ძმა. ეს რა არის? ალუბლის მურაბა თუ ტყემალი თუ ვა რაღაცა ბიჭო ეს соуსი რაღაცა აი როგორ იცი რომ გამოვიგონეთ соуსი იმენა ექსუნი აქ გებცე ეს რა არის? მამა ეს კაია. მაყვალია ალუბალი და აუ აი რაღაცა კაია ეს. ცოტა ცხარეა ცოტა. აუ და მწარეა მამა მოკლავ მამა მოგეკლავ მამა ყოლა გამიხსენი ცივი არ დამიჯე რატო შეჭამე მე შეჭამე აი ეგრე აი ეგ ვასწავლე მე აი ბურგერი
მოდი გადაგინჯო, მოდი. დედაც შემოვიდეს კადრში, მოდი. ანუ პრინცესა. მოდი მაიამ ჭამ. კაიგერა, ყვა. ჩვენ დედიკო პრინცესა, ხო. დედამაცა ჭამოს. ხო მაგარია, ჩემი ანუ მართლა. ხარია. ეს არ ვიცი რა ქვია ამას. აი დედას გეპიცები, ეს სოუსი. ბურგერები, ხო. მიწერე ამათ რა. ეს რეცეპტი მოგცე რა. ოღონ არ დაიწყო ეს არის თუ რა. მე დავრეკა. სალამი. აი ეს ალუბლები რო ყრია, ეგ რა სოუსია? ალუბლის ცხარე, ალუბლის სოუსი. რომელი ქვეყნიდან არის თუ პროსტა თქვენ შექმენით? საქართველოდან არის ალუბლივი წარმოება. This is Georgia. აი იმიტომ რომ ბიჭო ესეთი არაფერი გამისინჯავს რა რაღაცები გემოები კინოს ინგრედიენტების, მაგრამ ერთად პიზდეცია. შეგიძლია რომ რეცეპტი გითხრა? სამწუხაროდ აი ხო გითხარ ეგრე დაიწყებენ მეთქი ძმაო. მაგრამ ხო რაღაცების მოყოლა შეგვიძლია ცალკე. ცალკე, მაგრამ უკაცრავად. რა ხახმა არ გაიგოს, მე გეტყვით ხახო რომ მოყოდა მე. კაი ძმაო, კაი. ჩემი გუმანით მიხვდები. ალბათ აიგეთ. რა ცოტა. მეცხარე სოუსს ჩაასხით და ტყემალი ალბათ. წითელი ტყემალი. ტყემალი ეს არის, და ამას მივიღებთ. ეს არის ქ. ქ არის მამა ეს. ქ. ჩი შენ ხარ ბ. მამა რამ ხელა. ხალაპენი ბურგერი ხო არის? ამა მე როგორ შევჭამო? ქათმისურე. არა, ქათმისურე. ვაგიში, აი ხარია. ჩემი შავიანგუსი. ყველაში არის შავიანგუსი, ყველა ბურგერში. ყველა ბურგერში. შევჭამო. მამა ფრიჭამე. მასა ძვირიანი ბურგერია, მამა. ამის დროს როცა იკასიწყე. შემთხვევით, აი არა, აი. მომეციეს. მაინც ხონიანია. და ხოთი დამივარდა. აი ეს ბურგერი სალსა. ისინი მომეცი ძმა ეხლა რა ხონიანი მაგ. ეკი არა. ესა. ვაიმე. აი ნახე. აჩი მომე. აჩი. შენ მომეცი ესენი რა. მე შავიანგუსის ხორზე. ყვა მეკეთება ჟიზნე. მამა, ეგენი გაიხადე და ეს ჩამოწვე. ძალიან მაგარია. მე ვერ ვეცხრა. აუ ბიჭო, აი კაი ხანია, დედას გეფცები მომენატრა კომპანიაზე რომ რაღაცა თქვა რა. აი რატო იმიტომ რომ ბებია ხარ? მართლა ეს თითები დაუღარ. ჭოერტა. ჯეჯორობით ემოციურად ვერ გავჩერდი, ჯერ ამან, მე ამან რა. აი ბიჭო, კარტოფილის პური ვაფშე არ არის ცუდი. რომ ეს იყო ჰალაპენიო. ხო, ცხარე. ცხარეა? ოღონდ აი ინტენსიური სიცხარე აქვს და თან ყველაფრის გემოს კაია რა. მამა შენ რო შენ ჩავკბიჩო? არა, ხო. აუ თან ქათმისაა ეს. არა. აუ რა იყო? აჰა, ეგ არის. მიდი. გოწი. იმას რომ მიჭამ ხოლმე. კომბოსტებს გეუბნები რამე ეს? კი? აი. რა ხელი გაქვს? ნახე. ნერო ბურგერ ბარი. როგორ ნავიღო ბიჭო ეხა უფრო ძნელი. ნერო ბურგერ ბარი არის. ყველა რო ნახე ყველაფერზე იყო გამოძახება რა. მართლა კაი ბურგერია? ბიჭო, აი ისეთი ხორცით არის. აი როგორ აი ზოგადად აუ დედის მკვლელი ბურგერი ანუ არ არსებობს ჩემთვის ცნება. კარგია. აი საბურგერში ხომ მიხარ ბურგერმა ჭამ და კარგია. ხახვი არ არის მომდამყარი. იქ რაღაცა ცოტა ყველი არ არის, ხორცი მიშუჩხული, ვერ გაიგე. ინტენსივა რომ მიდის. მამა მია. აუ კაცამსას შეაფასებს, როგორია? შეაფასე უკვე? 10-დან 10. ეს არის შვილია. ჰა? ეს იყოს კი არა, მამა ვინ არის? რა 10-დან 10-ში. რა? კაი, აბა ჩაკვიშე, მიდი ერთი. 10-დან 9 დაწერე მაქსიმუმ. არა, 10-დან 10. ცოტა რომ მოვაწესრიგო კადრი. არა. აუ რა კაია.
ალექსანდრეს ცეკვაზე სიარული მოწონს და სპორტზე როდის შეკავსო. ბაღში დადის ეს ცეკვაზე. ხო. ეს ჭუჭყელი რატო აქ მოუყევი მიდი ხალხს? ანუ ეს მქონდა კარაქერპურია და დამოცებინე ძულპეს. და სახეში გაიყარა. ხო. მომისმინე ალექსანდრე, რომელ სპორტზე გინდა სიარული? მე? ხო. ფეხბურთი. ფეხბურთი. ფეხბურთი? არ უნდა ფეხბურთი, გორელები ვარ, ჭიდაობაზე უნდა შეხვიდე. აი. ბიჭო, ეხა შენო მაშინ იცი რა, შენ სამსახურია შეხვიდე, ბაღში შედი. ამას ყურებს შავამტრო უკედრო აქ. მე წაი ესა. მომე. იქალა გააკ. აი. რამყელავე უკან ახე რა ხდება. ნახა, შენ ღიფზე დიდი ამავე გააჩვით, ბიჭო. აი, ბიჭო, დამიტოვე რამე შეჩემ. ღიფზე იბაზრე ხარ. არა, რატო ჩასვია შენ კადრე? რატო უნდა შემწხვე შეჩემა? ბიჭო, ანუ 53 კილო გოგომ გადაგიწია ხელი შეჩემა და 3 წელი დადიოდი ამაყად, შენ ხوار გამო რასაპირებ ღიფზე? ალექსანდრე ქიშვარდი ბაბუაზე რომ გითხრას, ქიშოზე მოყევი. მიდი, აბა ქიშო როგორი კაცი არის? ჰა? აი ესე დადის, ანუ ეხა უყურე. როგორ დადის? დინამერექსოვი გავაკეთოთ. არა, ქიშოზე მოყევი მეთქი რა. ანუ ესე. აი მე დაუმერდი. მახარ, ახალი სპონსორი. კარჯე. აშიკომ ისე დურთა. ხა, მანქანა ისე დურთა, სხვა მანქანას რომ ანუ ეხა შემოვიდა GPI Holding-ის დაზღვევა, ხო? ახალი სპონსორი არის. ხო. ჩვენი ახალი სპონსორია GPI Holding-ის დაზღვევა. იმიტომ რომ აჩიკოს გამოვუყოთ. ხო. მართლა. დაამტრია თავის მანქანა. დაზღვევა რა მნიშვნელოვანი იყო აჩიკოსთვის? დალეწა თავის რო არ მანქანა. ქონდა დაზღვეული აჩიკოს მანქანა, ალბათ ეხა სახლის გაყიდვა მოუწევდა. ამიტომ დიდი მადლობა GPI-ს რომ ალბათ 2 დღეში მოგვარდა ეგ ყველაფერი, მართლა. ანუ უწუწუები 2 დღეში აჩიკოს თანხა ქონდა. ავტოფიქსი არის GPI-ს აქ ახალი პროდუქტი ავტოფიქსი 58 ლარს იხდა. ნებისმიერ მანქანაზე გაქვს 5000 ლარიანი ლიმიტი. 60 ლარს იხდი თვეში და 10000 ლარიანი ლიმიტი გაქვს ნებისმიერ მანქანაზე. ანუ შეფასებით არ ხდება, ხო ხდება? ხო, ანუ ვისი აი მიუხედავად აჩიკოს. ხო. აჩიკო რომ შეგეყაროთ გზაზე, ნუ გეშინიათ, უბრალოდ გააგზავნეთ და დაზღვეული თუ ხართ, მართლა. თუ დაზღვეული არ გაქვთ, აუცილებლად დააზღვეთ, იმიტომ რომ აჩიკო მოდის. ანუ ქუჩებში აჩიკო დადის. ესეთი სლოგანი რო იყოს, მართლა. საშიშია. GPI-სგან საჩუქრად მოყვა Google-ის სერვისი. Google არის მიყავთ მოყავთ მანქანები. წაიყვანეთ გაკეთებულს მოიყვანეთ. მობილური აპლიკაციით გვარდება ყველაფერი, მოკლედ არ გიწევთ სადმე მისვლა და სადაზღვევებში სირბილი. ნატივად. მათხოვნა? ამისი. არა, 2 წამი. ამისი ხა. მოკლედ დაზღვევა სვიხდი 2 წელია დაახლოებით. ზუსტად ავარიამდე რამდენიმე კვირით ადრე ვფიქრობდი რომ ხო არ გავაჩერო ეს დაზღვევა, იმიტომ რომ ტყვილ ვიხდი ყოველთვე ფულს. და ზუსტად რაღაცა კვირანახევარში მომივიდა ეს ამბავი რა, რომელმაც აბსოლუტურად წყნარად გადამატაინა მთელი ცალკე იმ მანქანის დამტრევა არის. ცალკე იმ მანქანის დამტრევა და ცალკე ჩემი მანქანის დამტრევა, ასე რომ დაზღვევა რომ მნიშვნელოვანია, მე პირადად დავარწმუნდი და არ ვიცი, ხო, ბევრად მშვიდად ხარ რა. შეჩემა, მოჰამენდა ეს რეკლამო ტექსტები რა. აშიკო მკითხა რომ დაზღვევა უნდა ქონეთო, მაგრამ პირველ რიგში აშიკოხანი ძღოლები არ უნდა იყოთ. დაჯექი ხა, ეს რა? ეს არის 4 მაგი? მოუკვდები ჩემი 4 მაგი შავი ანგუსი ანუ მოკვდება ცხარი ალბურის ბურგერი მაინტერესებს შეჩემა რა ვეღარ ავჭამ შეჩემა მე ვჭამ ნახე მე ვჭამ გავსია ჩავედი ნახევრამდე შეჩემა აი ეს ძალიან მაგარია მართლა ავივსე აი oh my god ჩვენ გურელები ვართ გაიგე მე და მამა შენ ძმები მე და მამა შენ კი არა მე და მამა შენ სპორტის დღეებზე შეახსენე ხალხს, შემდეგი თელავია 21 ივნისს. შემდეგი ეხა ვიყავით რუსთავში, შემდეგი არის 21 ივნისს თელავი, შემდეგი არის ზუგდიდი. აი რაღაც უნდა გითხრა. აუ გაძღა ეს და დაეწყო. ეს რაღაც და ჩვენი მთავარი სპონსორია ბეცონ სპორტი. ერთი რაღაც უნდა. სპორტი. ბეცონი. რაღაც უნდა ერთი რაღაც უნდა გითხრა. როდის დაცოლიდით ჩემი დედა შენ და შენ. აუ, ამის მათემატიკურმა კითხვებმა ხო იმენა გამომწ. ხო, მითხარი. ხო. როდის დაცოლდითო? აი ეგ არის. ხო, თქვი, ხო. ადრე. ანუ რამდენ მაისში? 6 მაისში.
ეგრე თვებს ეგრე იგზავნა. რამდენ მაისს მაისებით იწვლის. 10 მაისს. აი გამანებე თავია, იზია. აულა ვთხარი. ეს არის ეს არის შავი დალუბლის დულგენი. დულები? ჰა? ხმო. ეგე? ალუბალი არის. აქ შატი აქა. ფუ. ხო, პური არის, მაგრამ კარტოფილია. აგარია ძმაო, მართლა. კარგი არის. აი მენა კარგი არის ძმაო. აჰო, ბურგერი. ეგეთი ბურგერი მე არ მიჭამია საქართველოში და ვეშევჭა ალბათ. ოპა. What is მუცალჩინ გამო? This is wrap. რა არის? Wrap. რა არის მაჩვენე? რა არის? გახსენია ბა. პერაშკი. არასკი! მომესი ერთია. ამ ბავშვისთვის გემოვნთვის მნიშვნელობა არ აქვს. რიჟბის სახელი იწოდეს რა ქვია. მაჩვენე შიგნით რანაირად არის იქნება. ვაიმე რა ბანცი. რამშულობა აკრას. This is chicken. Side chicken, mama sick. ყველმო გას. Chicken. ყველმო გას, ხა დაინახეთ ხო? ყველი? იცი რა გას ხარ? ხალხამი ეს გემრიელა. აჰა. აა, ზაგემრიელა. ეს თავზია. მინდა ვიკითხო ექიმებს, ვკითხო რომ ბავშვისთვის სასარგებლოა თუ არა ღამის 4 საათზე ბევრი წყლის ჭამა ძალიან გთხოვთ. და უძილობა მაგალითად. მოკეთ. ალექსანდრე ერთადერთამდე რომ შეაფასო მამა. მახარა როგორი მამიკვა. მე როგორი მამა ვარ ერთი რათამდე. ოღონდ მართლა. გულწრფელად. 10-დანათი. ოპა! ეგრეც ვიცოდი. ვისა? ტრილიონებდა. დაჟებე. ტრილიონი. მაგისთვის პასუხს გასწავლე. შეუფასებელია. ხო, ცუდი მამა ხო რა. ხანდახან იბრაზდები ხოლმე, მაგრამ დანარჩენი ხო, ეტალი მოიჯნა. იმას ხო თამაშობთ ხოლმე. ხო. ყველაფერს ხო გისრულებ ძმა, იმენა. აი, ტელეფონი. შენაირი მამა რომ ყოლოდა, მე დღეს ესეთი კარგი არ ვიქნებოდი რა. ეტალი მოიშ. კიდევ ერთი კარგი რაღაც მინდა გითხრათ. ეს არის აპლიკაცია Site-ის შესახებ. აპლიკაცია Site აკეთებს ესეთ რამეს. სად მიდიხარ, მაგალითად მიდიხარ ბათუმში, შაწერი ბათუმში, მიდივარ და გიჩვენებს ყველა ტრანსპორტს რა გზებით შეიძლება წახვიდე. ურემის გარდა, იმიტომ რომ ურმებმა რეგისტრაციაზე ურ არ განაცხადეს, ამიტომ სამწუხაროდ ურემი არ არის შეტანილი. დანარჩენი ყველა ტრანსპორტი არჩიკომ ჩამოთვალა ხა მატარებელიც რა, ანუ უნდა რომ თავისი ერუდირებული გონება გადმოანთხილოს, რომ იცის ყველა ტრანსპორტის სახელი, რაც კი დადის ჩვენს ქვეყანაში. იცი რა? მამა. აპლიკაციაში ყიდულობ ბილეთებს? რა თქმა უნდა. მამა. Site აპლიკაციას აქვს რაღაცა საქართველოს ბანკის cashback. სტუდენტურ ბარათზე საქართველოს ბანკით გიბრუნდება 30%, ანუ სტუდენტები ვინც ხარ და სტუდენტური ბარათი გაქვთ, მე აღარ მაქვს გამიუქმეს, მივხვდნენ რომ სტუდენტი აღარ ვიყავი. და რამდენი ტატუები აქვს? და სტუდენტურ ბარათზე გექნებათ 30%-იანი cashback. და ჩვეულებრივ ბარათზე 20%-იანი cashback. ეს საქართველოს ბანკის ინტეგრაციაა? გადავდივართ. Site შეგიძლიათ გადამოიწეროთ. Site გადმოიწერეთ აპლიკაცია. რა ვიცი, Site გადმოიწერეთ, მე რა ვიცი, გინდა მარცხნივ გადმოიწერეთ, გინდა მარჯვნივ გადმოიწერეთ. სიცილით მოკვდებია ხა რაღაცა და. აუ, ჩემი კენჯი ბავშვია. მიდი, უნდა მოვკვდა სიცილით. მიდი. საქართველოს ბანკი. ბანკი მირა და. ჩვენი სპონსორია საქართველოს ბანკი. არა მარტო გორგილასი, ჩვენი სპონსორია საქართველოს ბანკი. წინაზე იყო ძალიან კარგი გაუხმაურება ჩვენ Brain Fight, ხო? ქართულად. ტვინების ჯეიხ. ოკეი, ტვინების ჯახს მოყვა ეს და დღეს გვექნება შემდეგი ტვინების ჯახი. აი, ტიხარი იყო უკვე, გადავიდეთ თამაშზე. დღეს ცოტა განსხვავებული პრინციპით არის. მახარ ალექსანდრე მზად ხარ? დღეს გვაქვს მჯერა არ მჯერას პრინციპი. მე გეტყვით ფაქტს, ალექსანდრე, შენ ბევრად მარტივ რაღაცა ისტორიას გვეტყვის მამა და შენ უნდა თქვა ეს მართალია თუ იტყუება. ჯერა თუ არ გჯერა მართალია, ხო? 5 შეკითხვა გექნება, საბოლოო ჯამში გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სპეციალურ სიგელს. ამ სიგელს ნახავთ გადაცემის ბოლოს. მამა,
ეგ სიგელზე მე გეტყვი რა ჩიკოს რაც უნდა უკან. უფრო ჭკვიანი სიგელი. ვიცი. კაი, არ ვისი უთხრა გაჩუმდი ეს წუთი. რომლით დავიწყოთ? ალექსანდრეთი დავიწყოთ. აი, მამა შენთი. აი, მამა შენით დავიწყოთ. კაი, მახარათი. მამა შენით დავიწყოთ. სამწუხაროდ პლანშეტი დღესაც არ გვყავს სპონსორად, ასე რომ პლანშეტი არ გვაქვს. ყურადღება, მახარ. სოფლიოში არსებული ფულის 99.7% ციფრულია. გჯერა თუ არა? ეხა ადვილია, არა. ფულის შენ განდაშდა სადღაც იმენა მე შოკებით დააქვთ. თან მართალია. ალექსანდრის პასუხიც მაინტერესებს? არ გეთვლება, მაგრამ მაინც ან მახარას შეკითხვა ეს. მართალია თუ არა? შენ რა გონია? არა. არა, მიღებულია. დაუბრუნებ. ყურადღება. სწორი პასუხია არ არის სწორი. ანუ არ უნდა გჯეროდეს. ალექსანდრემ გამოიცდა, მაგრამ ქულა არ გეწერება. ალექსანდრე მახარას დააკლდა უბრალოდ ქულა. ხო, ეხა შენი შეკითხვა, მზად ხარ? მოიცა რა არ არის მართალი, ბიჭო? მაგდენი არ არის პროცენტულობა გადანაწილების 99.12%-ია დაახლოებით. ალექსანდრე. რა. გჯერა თუ არა? რა. რომ 1 კილოგრამი რკინა უფრო მძიმეა ვიდრე 1 კილოგრამი ბამბა. გჯერა თუ არა? კი. დავაფიქსირე, მივიღო? არ არის სამწუხაროდ ალექსანდრე ეს სწორი, ერთი და იგივე წონა აქვს. ბამბა არ არის? არა. მე გეტყვია. აუხსენი ვახარ. შენ ესე უნდა უთხრა, რომ ჯერ ჩაგარტყავ 1 კილო ბამბას და მე 1 კილო რკინას და მიხვდები. გორელები ეგრე ვიცით, ჩაატყ. კაი, არა უშავს ალექსანდრე, ჯერჯერობით 0-0 ჯერ არავინ იგებს მაგრამ. მახარას გადავიდეთ მეორე შეკითხვა მახარა. არ მიკარნახო. მახარ, გჯერა თუ არა? მიდიამა. ბუს თვალს ცილინდრის ფორმა აქვს და არ არის მრგვალი. ცილინდრი რა არის? ცილინდრი არის მოგრძო ტიპი რა, ანუ ბოჭკა. კაკალზე იძახი? ხო, არა, ბუს თვალი მრგვალი არ არის კაცო. მეთქი რაც მეკითხე. რა თქმა უნდა არ არის ბუს თვალი მრგვალი. გჯერა თუ არა? არ მჯერა. სწორი პასუხია მჯერა. იმიტომ რომ მაიცე დამაბრინე ხა. რა ანუ ხო არ არის თქო ბიჭო მრგვალი. მახარ, გჯერა თუ არა რომ ბუს თვალს ცილინდრის ფორმა აქვს? აუ ესე იგი პასუხი გამაცემინი არასწორი შეჭმა. წეგანდელი გიხსნი რომ არა აქვს მეთქი. დამშვიდი, ჩაგითვლი. ანუ დამშვიდი, კაი, კაცი. 1-0. ალექსანდრე გიგებს ამოსაკაჩიკაკ. ყურადღება, მეორე შეკითხვა. არა ბიჭო. გავასწრები. ადამიანს მომისმინე კარგად. გჯერა თუ არა? რა ადამიანს შეუძლია წყლის დალევის გარეშე 1 თვე იცხოვროს. ანუ წყალი რო არ დალიო, საერთოდ 1 თვე იცხოვრება. ანუ რა შენ არ დალიო? ანუ რა დებილობას მეუბნება? არა. არა, რა დებილობას მეუბნება? ანუ 1 წლის პასუხი შეიძლება ეს მიკროფონი. ალექსანდრე, სწორია აბსოლუტურად, 1-1 არის ანგარიში. რა 1 წელი მოხდები? მოდია. ყოჩახ ალექსანდრე. მახარ, ამ სეგმენტის ფარგლებში ვახსენოთ, რომ საქართველოს ბანკი არის განათლების მხარდამჭერი. საქართველოს ბანკი არის განათლების მხარდამჭერი და აბსოლუტურად ყველა კუთხით ცდილობს, რომ განათლებას შეუწყოს ხელი. ყველა რაკურსში, ყველა ასპექტში ცდილობს ამ ყველაფერს, რა. და იშვიათად ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ერთ-ერთი განათლება თუ გადაარჩენს, მართლა რა, მასიური განათლება. ასევე გრძელდება Fulbright-ის პროგრამაზე განცხადებების მიღება ამერიკაში. ასევე გრძელდება Fulbright პროგრამაზე განცხადების მიღებას, ინფორმაციას მოგაწვდით, ვისაც ამერიკაში სწავლა გინდათ, შეგიძლიათ შეიტანოთ განცხადი. შეიტანეთ განცხადი სტიპენდია .bog.gz-ზე და იქნებ თხა იყოს, ტყუპი მაიგოს. კაი, მახარ. გჯერა თუ არა? რომ ბელიზი მოამზადა არის ქვეყანა, რომლის დროშაზე ყველაზე მეტი 15 ფერია. გჯერა? რვინა? თუ არა? არა, ბელიზი. ბელიზი? ტელეფონს ჩამოგართვა, აზრი არის. არა, გააჩერი მამა 1 წუთი და. მახარ არ ჩაგითვლი ამ შეკითხვას. რაზე? აი ტელეფონს თუ არ დააგდებ ეხავე. რა ტელეფონს დავაგდებ შეჭება? გჯერა თუ არა მითხარი? გჯერა თუ არა? ვერ მოასწარი ვიცი. მჯერა. გაეწამი, 1 წუთი. ხო. მჯერა რო თქვა? როგორც გინდა ისე თქვი. გჯერა თუ არ გჯერა? ანუ მჯერა არის რომ მართლა 15 ფერია, ხო? ხო. არა რა 15. არ გჯერა. საბოლოო პასუხი არ გჯერა. მჯერა. სო. ანუ არა, კითხულობდი, ან ჯერ თუ ჯერ. მომისმინე, გაჩერდი.
გჯერა თუ არა რომ ბელიზი არის ქვეყანა რომლის დროშაზე ყველაზე მეტი 15 პერია? კი, კაცო, გეოგრაფია. არასწორია. ალექსანდრე. ერთი მომისმინე, ალექსანდრე. ეხა შეგიძლია წინ გაიჭრა შენ. შენ შეკითხვა ეხა მომისმინე კარგად. გჯერა თუ არა რომ მახარა, ანუ мама, უფრო ძლიერია ვიდრე ერთი წამი. ზრდასრული გორილა. გჯერა თუ არა რომ მახარა მოერევა ზრდასრულ გორილას? ანუ ხურო რატოა? ანუ კიდე დებილობა. არა. ვერ მოერევა. ვერ, ანუ мама ვერ მოერევა გორილას? ანუ ეხა ვყურე. ეს ხელი გაწ. ეს რა არის? ანუ ვერ მომალი. ამიტი და დაგვიწყდა. მართალი, ალექსანდრე, წინ გაიჭარი გილოცავ, ორი გაიჭირე მიკროფონით. მახარ. ამასაკაჩიკა, ყურადღება. გჯერა თუ არა, მახარ. ნუ ჩხუბობთ, გჯერა თუ არა, რომ პროცენტულად 10 ჯერ უფრო მეტი შანსია იმისი, რომ ზვიგენი გიკმენს, ვიდრე ნიუ-იორკში გამოვლელი. არა, არ მჯერა. 10 ჯერ უფრო მეტია შანსი, ნიუ-იორკში უფრო ikმინებიან, იმიტომ რომ ნარკომანების ქუჩაა მან და შიზოიდური ხალხი მართლა ჩემ ძვაკაც უკმინეს. საბოლოო პასუხია? არ მჯერა რომ ზვიგენი უფრო ხშირად გიკმენს, ვიდრე ისა უფრო მეტი ანუ შენ გონია რომ უფრო ხშირად ნიუ-იორკში ikმენენ აუცილებლად. სამოსტორია პასუხი, ვაღიარებ. არა, ბიჭო, ნიუ-იორკში ნაყოფიერად შეშევა. 2-2 ქულები. ხო სწორად თქვენს დამეხმარეთ. 2-2-ია. მომისმინე, ალექსანდრე, გჯერა თუ არა, რომ პინგვინები უფრო მაღლა დაფრინავენ, ვიდრე სამგზავრო თვითფრინავენ? ბიჭო, პინგვინები ვაფშე ვერ დაფრინავენ. აი, რა კითხვა? რა კითხვა არის? ხრო არის, დებილობა არის. არა. არა, ეგრე არა. ალექსანდრე. მომისმინე, ალექსანდრე. შენ მე მგონი იმაზე უფრო ჭკვიანი ხარ, ვიდრე მე მეგონა, ასე რომ შემდეგში უნდა გაგიწყო. შეიძლება იყო დებილობა კითხვა, მაგრამ არ უნდა თქვა დებილობა კითხვა. მადლობ კითხვისთვის და პასუხი. იმიტომ რომ თან იცი მარტივად და წინ გაიჭერი თან. ხთი? მახარას გადაასწარე უკვე. ან მამა შენი როგორ ზდილობიანი წარ ისეთი ზდილობიანი და მახარ. ეგ არ დაგა. ბოლო შანსი გაქვს რომ გაათანაბრო. ეხლა განახებ ვინაგებს. ეს არის შანსი რომ გაათანაბრო ანგარიში. გჯერა თუ არა, რომ საშუალო სტატისტიკური ღრუბელი 9 მილიონ კილოგრამს იწონის? ეხა ბიჭო, გჯერა თუ არა? ეხა ხო იცი უკვე. ღრუბელია და ვაფშე არაფერია რა, თეთრი ღრუბელი. არ მჯერა. საბოლოო პასუხია? არ მჯერა. რო არ გჯერა. ჰა. გილოცავ מחר სიგელს გადმოგცემ. უბრალოდ ალექსანდრეს გადავუცემ სიგელს. რატო? იმიტომ რომ მოიგო უკვე. რატომ 4-4-ია და რანაირად? არ არის 4-4. აბა? წინ არის ალექსანდრე. ეს შეგეძლო გათანაბრება შენ. მერე? მოიცა 9 მილიონი კილო არის ღრუბელი? მიაწოდე და წაიკითხე. რა? ვინა წონა? წაიკითხე რა წერია ალექსანდრეს სიგელს. უფრო ჭკვიანი სიგელი. გადაეცემა ალექსანდრე მახარაშვილს. მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ჩემი 31 წლის მამა. ასევე მეორე ვერსია გქონდა מחარ შენთვის რომ მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ჩემი 5 წლის ბავშვი. არ ვიცი, ღრუბელზე, ან Give me the money, bro. მიკროფონი. Give me the money. Give me the money. Give me the money. არ ბიჭო, რანაირა? ალექსანდრე გილოცავ. ანუ ბავშვს არ უნდა ექსიგელი. სიგელი. შემდეგშიო თანხა იყოს, იმიტომ რომ ბავშვი ანუ მოიცა, ჩვენ და მე და ჩემი შვილი რო იცოდე სიგელებზე ძირითადად არ ორიენტირდებით. კაი, ბოლო შეკითხვა დაგისვა მაინც, მოგებული გაქვს ისედაც. მოდი დაგისვა. ალექსანდრე. გჯერა თუ არა, რომ კადრში უნდა გამოჩნდეს. გჯერა თუ არა, რომ $100 უფრო მეტ რამეს იყიდი, ვიდრე 100 ლარით? გჯერა თუ არა? რო $100 უფრო მეტ რამეს იყიდი, ვიდრე 100 ლარით? ორი. რომელი უფრო აბა? დოლარი თუ ლარით? ალექსანდრე გისმენ? გვინდა პასუხი სასწრაფო. დაუბრუნდი. ჰა? კი. გჯერა. ჯერა. ეხა და სამარცხვინო ანგარიშით განადგურე мама გილოცავ ალექსანდრე, ექსიგელი დამსახურებულია. აი, როდესაც ჭამე იცი, შენ რომ დოლარიანი განახე რა იყო? აი მაშინა რა, $100 რომ გაგაცანა და გითხარი, გაიცანეს ფრანკლინაა მეთქი.
აი მაშინ შევწდი მე. მადლობა საქართველოს ბანკს, მადლობა ძალიან დიდი ამ კითხვებისთვის. საინტერესო ახლა და ძალიან მიხარია რომ ჩემ შულზე ჭკვიანი ვერ ავარ, იმიტომ რომ ისაც ჯობდეს მამულსა, რომ შვილის ჯობდეს. ხო, მაგრამ ეს კი მოვიგე. ეს კი მოვიგე. ეგ მოიგე, სიგელი მოიგე. მაგრამ მე მოვიგე თანხა. რა თანხა? თანხა. ხო. ალექსანდრე. არა, წააგე, თუ მე წავაგე. მაყურებელს მადლობა უთხრათ რომ ამდენი სპონსორობას გაუძლეს და დიდი მადლობა მაყურებელმა ამდენი სპონსორებისთვის ეს იგივე იყო როგორც სამინევსის შხოლეტა ბინაზე არ დაგავიწყდეთ არხი გამოიწერეთ ბინა მართლა იცი როგორი ბედნიერი ვარ რომ ჩემთვის ძალიან ბედნიერება იქნება რომ საერთო კაცის გუნდმა შეძლო ის რომ ერთი ადამიანს ბინა აჩვენა ბიჭო განა მანქანა განა რაღაცა ბარის ვაუჩერი და რაღაცები კი არა. ბინა შეჩიმა რა. მამა. ისა საერთოს გუნდი იცი ვინ არის? ორი კაცი ვარ, შეჩიმა. ახ ბინას და. მამა. სამნი მარტო ეთერში ჩანა, ბიჭო და მანქანებზე მეც ვერ აგე, აი რა. მამა საერთოს გუნდი იცი ვინ? ვინ არის მამა საერთოს გუნდი? ახალაშვილი ალექსანდრე. გუნდის წევრი ხარ უკვე ბაზარი არა. ახალი გუნდი. ნათლობა უნდა შედგეს, გაჩერდი. მოიწია. არა, ნათლობა უნდა შედგეს. გინდა რომ ჩვენი წევრი იყო? მაშინ დადექი. კათი მან. არა, კათი არის, გაანებე. ჩვენი სპონსორია და მამარჩიან და წარდგენი ბეტსონი. ის რაც ვარ ბეტსონის გარეშე არასდროს არ ვიქნებოდით ალბათ. იმიტომ რომ კომპანია ეგრე გასაფორდებდეს და ეგრე გზად და ხიდად, აი და აგერ უკვე რა ხანი აგერი და მოიღე ხმა და შემოგვიდგა ბეტსონი. ბეტსონი შემოგვიდგა იმის მერე მყარად დგას მუდრეკს ფეხს იმან გამოძრა ვაწეღან ფეხს ვერ გაემენა უდრეკი ტეხილი თენის ვეხილი ხო ქართულში ცოტა ვერ